მოგესალმებით, მე გახლავარ გიორგი თავაძე. გრძელდება სერიები დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ. დრო დადგა მომდევნო სიუჟეტის და მე დღეს თქვენ ამ სერიებში შემოგთავაზებთ ვარნეთის ციხეს და ერკოტას. დანაშენს კი დეტალურად რა თქმა უნდა თავადი ხილავთ სიუჟეტიდან. წავედით. ხოლო ვითარცა ესმა შაჰ თამაზ, განიხარა ფრიად და წარმოემართა სპითაურ რიცხვითა საათაბაგოს ზედა. მოესყრა ყაენი შაჰ თამაზ. ბატონი ქაიხოსრო მოვიდა. ვარძია, თმოგ, ვანის ქვაბი, აწყური, ასპინძა, ვარნეთი და სრულიად სამცხის ციხეები აღიღო და სრულიად ციხეები ბატონს ქაიხოსროს მისცა. ეს გახლავთ ნაწყვეტი ბერი ეგნატაშვილის ახალი ქართლის ცხოვრებიდან, სადაც საუბარია ათაბაგის ტახტის გასამყარებლად ქაიხოსრო მეორე ჯაყელის მიერ 1551 წელს შაჰ თამაზისა და მისი ყიზილბაშების მესხეთში შემოპატიჟებაზე. დაკარგული დიდებული მესხეთის მე-13 სერიაში, რომელიც ეხებოდა ვანის, იგივე ვაჰანის ქვაბებს, მე ნაწილობრივ ვისაუბრე ამ შემოსევაზე. მაგრამ ვისაც არ გაქვთ ნანახი, გეტყვით, რომ ქაიხოსრო გახლდათ იმ ყვარყვარე მეორე ჯაყელის შთამომავალი, რომელმაც შეძლო ის, რაც ვერც ერთმა სხვა მედროვე ფეოდალმა ვერ გაბედა. ეს გამოიხატებოდა მის მიერ ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მერვეს დატყვევებაში და ამით ერთიანი საქართველოს სამეფო სამთავროებად დაშლაში, რომელიც შემდეგ საუკუნეთა მანძილზე საჯიჯგნად გაიხადეს ირან-ოსმალეთის იმპერიებმა. ქაიხოსრო მეორე ჯაყელს შაჰ თამაზის მესხეთში შემოყვანა სჭირდებოდა ათაბაგის ძალაუფლების სრული აღდგენისათვის, რაშიც მას ჯავახეთში გაბატონებული ქართლის მეფე ლუარსაბ პირველი მის მომხრე მესხ ფეოდალებთან ერთად უშლიდა ხელს. ყიზილბაშების აოხრებულ და აღებულ ციხეებიდან ერთ-ერთი გახლდათ ვარნეთის ციხე, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ასპინძის ხევის შესართავ ზეით მოერთვის მტკვარს ვარენთის ხევი, ვარენთას არს ციხე მაგარი. ასე იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი ვარნეთის ციხეს ვარენთას სახელით მისსავე წიგნში აღწერა სამეფოსა საქართველოსა. მაგრამ ამ ციხეზე საუბრისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც ვაწყდებით მესხური დავითნის ქრონიკაში. ამ უკანასკნელში აღწერილი მოვლენები ჩემს მიერ ხსენებულ ქაიხოსრო მეორე ჯაყელის შთამომავალთ მოიხსენიებს. მესხური დავითნის ქრონიკებში შეტანილი 1576-1578 წლებში მიმდინარე პროცესები ძირითადად მესხეთში შინაფეოდალური დაპირისპირებებია ჯაყელთა საგვარეულოს მომხრეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის. ვარნეთის ციხეს უღალატეს მგელციხედან. პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძას შვილი მგელციხეს იყვნენ და შალიკაიანთ აზნაურიშვილს თავს დაესხნეს. აზნაურის შვილები გადაეხუეცნეს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ წყაროში ნახსენები ვარნეთი ამ ადგილიდან, სადაც მე ვიმყოფები, ბევრად ზევით ერუშეთის მთიანეთში არსებულ ნიალას ველზე, დღევანდელი მოცემულობით თურქეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული ნასოფლარია. რამე თუ მგელციხე, საიდანაც ვარნეთის ციხეს შეუტიეს, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იმყოფება და მისსავე მიმტაცებელ თურქთაგან მას ახალი სახელი ქურთკალა, ანუ ქურთის ციხე ეწოდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქართველი მეცნიერი სერგი ჯიქია გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის კვლევის დროს გამოყოფს ორ ვარნეთს, ზემოს და ქვემოს. ქვემო ვარნეთი გახლავთ სწორედ ის ადგილი, რომელსაც თქვენ დღევანდელ სერიაში ადევნებთ თვალს. ამ ალაგზე მდგარი ციხის მახლობლად ერთ დროს ქართული დასახლებაც ყოფილა, რომლის არსებობის დამადასტურებლად მოუშველიე ოსმალთა მიერ 1595 წლის მდგომარეობით დიდ დავთარში აღწერილ ვარნეთს. ამ სოფელში მე-16 საუკუნის ბოლოსთვის სახლობს 13 კომლი ქრისტიანი ქართული ოჯახი. ისინი ეწევიან მემინდვრეობას, მესაქონლეობას, მებაღე-მევენახეობას. ყავთ ფუტკარი და დამპყრობელთა ხაზინის შესავსებად უწევთ 13,500 აღჩის გადახდა. სამწუხაროდ ცნობათა სიმწირის გამო ვერ გაგაცნობთ დეტალურად თუ რა ბედი ეწვიათ ამ ხალხის შთამომავალთ და როდის ან რა მიმართულებით მოხდა მათი იძულებითი მიგრაცია ამ სოფლიდან. ცნობილია ის, რომ აქაც სახლობდნენ მაჰმადიანები, რომლებიც 1944 წელს გადაასახლეს. ჩემს მიერ ერთადერთი კედლით შემონახული ვარნეთის ციხის დარბაზული ეკლესიის დათვალიერებისას საკურთხევლის კონქში შევნიშნე იმ ხაწერის ნიშანწყალი, რომლითაც ერთ დროს ეს სამლოცველო იქნებოდა მოხატული. არც ვარნეთის ციხეზე და არც მის მახლობლად გაშენებული ნასოფლარის ტერიტორიაზე არასდროს განხორციელებულა რაიმე ტიპის არქეოლოგიური სამუშაოები. ერთადერთი რაც ამ ისტორიული ადგილის შესახებ მასზე გადაფარებული მიწის ფენებიდან ასე ვთქვათ გამომზიურდა, ისიც შემთხვევით გახლავთ ის ეკლესიის სამშენებლო ქვები, რომელიც საქმსაბჭოთა პერიოდში, კერძოდ კი 1970 წელს ნასოფლარის მახლობლად ხვნის დროს ამოვარდა.
ვტოვებ ვარნეთს და გზას ვაგრძელებ უფრო ზევით, ერუშეთის მთიანეთისკენ, სოფელ ერკოტასაკენ. ვარნეთიცა და ერკოტაც დაკარგული დიდებული მესხეთის 24 სერიაში ნაჩვენებ დადეშიდან სამხრეთ დასავლეთით, ერუშეთის მთის ფერდზე არსებული ნასოფლარებია. უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად მოვიშველიებ სამ განზომილებიან სატელიტურ რუკას, საიდანაც უფრო კარგად ჩანს ამ ნასოფლართა ერთმანეთთან სიმჭიდროვე. აქედან გამომდინარე რუსეთის იმპერიისეული დაყოფისას ვარნეთი, დადეში და ერკოტა ერთ სასოფლო საბჭოში შედიოდა. ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე მისავე ნაშრომში სახელწოდებით სოფლები და ნასოფლარები მოგვითხრობენ გვაწვდის საკმაოდ საინტერესო ცნობებს ერკოტას შესახებ. აღნიშნული ნაშრომის თანახმად სიტყვა ერკოტა მომდინარეობს ძველად ამ ადგილზე ერობის ტრადიციიდან. ერობაზე ანუ ხალხთა შეკრებაზე მერაბ ბერიძეს ერკოტის მკვიდრ დევანუს ბერიძისაგან ჩაწერილი აქვს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ამ ალაგზე წინათ ხალხი თავისი ვაჟკაცობის გამოსაცდელად იკრიბებოდა, რაც გამოიხატებოდა ერთა კოტაობაში. ანუ თანამედროვე სიტყვებით რომ განმარტოთ, ერში ადამიანთა ერთობა, რაოდენობა იგულისხმება, ხოლო კოტაობა იგივე ჭიდაობაა. იგივე მოსაზრება გააჩნდა ამ სოფლის დასახელებასთან დაკავშირებით მე-19 საუკუნეში მოღვაწე, ქართველ მკვლევარსა და მესხეთის დამსახურებულ მკვიდრ ივანე გვარამაძეს. 1595 წელს ოსმალები ერკოტას გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში აფიქსირებენ 7 კომლი ქართველი ქრისტიანით დასახლებულ სოფლად. აღწერაში შეტანილ ოჯახთა თავკაცებად წარმოდგენილნი არიან ვარძელ გიორგისძე, პაპუნა ბერისძე, სამადა იოსებისძე, თაყა ბალიასძე, კვირიკას შვილიშვილი და სხვანი. ზოგადად იმ თურქი ეთნოსის წარმომადგენელთა შორის, რომლებიც ოსმალეთის იმპერიას ქმნიდნენ, გვარი როგორც პიროვნების წარმომავლობის აღნიშნელი მცნება არ არსებობდა. პირველი გვარის მატარებელი თურქი სამყაროს მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მოევლინა და ეს გახლდათ მათი როგორც ერის ხელახლა ამაღორძინებელი მუსტაფა ქემალი, რომელმაც 1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის გვარების შესახებ კანონის თანახმად მიიღო გვარი ათათურქი. შესაბამისად, წინარე პერიოდში ისინი მათ მიერ დაპყრობილ ხალხთა გვარებსაც არაფრად აგდებდნენ და ქართველი, რომლის გვარიც ნაწარმოები იყო ძირითადად წინაპრის სახელიდან, ან იმ თანამდებობიდან, რაც მას სამეფო კარზე ეკავა, ოსმალთა ხელში ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა. ეს ყველაფერი ვთქვი იმისათვის, რომ ერკოტის მაგალითზე კარგად შეგვიძლია პარალელების გავლება მე-16 საუკუნის გვარებისა 21 საუკუნეში არსებულთან. აქ გვხვდება ისეთი გვარები, როგორიცაა ბერის ძე, ანუ ბერიძე, გიორგის ძე, იგივე გიორგაძე, იოსების ძე, ესე იგი იოსებიძე და სხვანი. ერკოტაში დადეშის მსგავსად შემორჩენილია დარნები, ანუ მიწისქვეშა სამალავებისა და საცხოვრებლების კომპლექსი. მიუხედავად ჩემი დიდი მოწადინებისა, იმდენად იყო მათში შესასვლელი დავიწროვებული, რომ როგორც დადეშის შემთხვევაში, ასევე ვერც ერკოტას დარნების გადაღება შევძელი. სამაგიეროდ გაჩვენებთ ერკოტის ფერისცვალების ტაძარს. ტაძარში შესვლამდე ყურადღებას იქცევს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელიც მესხეთში დარბაზული ერთნავიანი ტაძრის შემთხვევაში თუ მოიპოვება ყოველთვის თავად სამლოცველოზეა დაშენებული. ერკოტის შემთხვევაში ეს უკანასკნელი გადმოცემების თანახმად მე-19 საუკუნეში აღუდგენიათ. მასში დაცულია ამ ხარისათვის დამახასიათებელი სამრეკლოს კონსტრუქციები. ერთნავიან დარბაზულ ეკლესიასაც ეტყობა აღდგენის კვალი, რომელიც ასევე მე-19, მე-20 საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. მაგრამ მასთან მიახლოებისას ხვდები იმას, რომ ეს საუკუნოვანი ქვები დამუშავების დღიდანვე ამ სოფელში მდგარ 100 წლეულობით უკან აგებული ტაძრისაა. ეკლესიის დასავლეთის შესასვლელი კარის გარშემო ჩაყოლებულ ქვებს დასწყობიათ წინათ მასზე რელიეფურად ამოკვეთილი ორნამენტთა კვალი, რომელიც დღეს სამწუხაროდ სათანადოდ აღარ განირჩევა. ტაძრის შიდა სივრცეში შესული იმაზე მეც ისადავე საწყდები, ვიდრე ეს ჯავახური ხუროთმოძღვრებისათვის არის დამახასიათებელი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სამლოცველო ძლიერ დაზიანებული იყო და მისი აღდგენა მოხდა იმ სახით, რას სახითაც დღეს არის. მხოლოდ მის სამხრეთ და ჩრდილოეთის კედლებთან განირჩევა სვეტებად გამოყვანილი სანახევრო სიგრძის მქონე პილასტრები, რომელთა ანალოგი საკურთხეველში შედარებით მაღალია და რკალისებურად ეხვევა საკურთხევლის კონქს. არც მთავარი დარბაზის ფილაქანია შემონახული, მაგრამ სახეზეა ძველი დამუშავებული ქვით აგებული საკურთხევლის წინ მყოფი ამბიონი. ასევე არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ ფერისცვალების ტაძრის გარშემო ძირითადად ცხოვრობდნენ სოფელში არსებული ისეთი ძველი გვარები, როგორიცაა ბერიძე, ტივაძე და ცალქალამანიძე. სიუჟეტის დასასრულისას კი გეტყვით, რომ წინამდებარე სერიებში ნაჩვენებ მესხეთის მაღალმთიანი სოფლების მსგავსად ერკოტას ნასოფლარად გადაქცევის პროცესიც 1944 წლიდან დაიწყო, რაც სამხრეთ საქართველოს ტერიტორიიდან თათრებისა და მათ შორის გამაჰმადიანებული ქართველების გადასახლებას გულისხმობს.
ისტორიულ საქართველოს მიწაზე დარჩენილ ქრისტიანი ერკოტელების მიგრაცია კი ძირითადად ქალაქ ასპინძის მიმართულებით ხდებოდა. სოფლის დაცლის პროცესი სრული სახით 1961 წელს განხორციელდა, რაც მასში ჯერ კიდევ შემორჩენილ მაცხოვრებელთა ბოლო კაცამდე ასპინძაში, კერძოდ კი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე არსებულ უბანში ჩასახლებით დამთავრდა. დღევანდელი სიუჟეტიც დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით, რა თქმა უნდა, მომდევნო სერიამდე. მანამდე კი ტრადიციულად, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ და ერთად უყუროთ დაკარგული დიდებული მესხეთის კიდევ ძალიან ბევრ სერიას. დროებით.